ну, ახალგაზრდა ბიჭმა დაამთავრა სასწავლებელი, ვეტერინარული სასწავლებელი, სოფელში ჩავიდა. იქ რაღაც ბაზართან პატარა ჯიხური აიღო, სადაც ამ ყიდის ამ ვეტერინარულ რაღაც მსახურებას ეწევათან, ველოსიპედი ყავს, უკან ჩემოდანი დაკრული და მოდის. ერთადაც მიდის სამსახურში და შეხედა, რომ რაღაც 80-85 წლის ქალს როხა ჩამული ყავს მოკლედ რქებზე და მიყავს, შეხედა, ამან პროფესიული თვალით შეხედა, რომ როხა დასაგრილებელი ასე რომ ვთქვა და ნინაბებიაო, სად მიყავს ეს როხა? ეს ნენაო გაღმო მესამე სოფელშიო დასამაკებლად მიმყავსოს. ეხლა შეძუხდა რა, მე 7-8 კილომეტრია იმ სოფლამდე და მოიცადე ვარსაც აყვანა არ უნდა, მაგრამ ეს ახადა ეს შემოდანი ველოსიპედზე რაც აქ დაგრულდეს, დალუქული სპერმა კონტეინერიდან ამოიღო და ნუ ხელოვნურად განაყოფიერება ჩაუტარა ეს მინდორში როგორც ხდება და ამას არ უნდა არაფერი ახლაო წაიყვანეს სახლში ეუბნება. ახლა ეს ქალი გასულელდა 80 წლის ქალია, ძროხა დაღავს სულ ბუღას ან ყუროს ან და როგორ ამასო ბუღაო არ ჭირდებაო? არაო არაფერი არ უნდა ეს ალაგებს. ხო. ახლა კიდე დაკონკრეტა ეს ქალი. როგორ ამაზე ყურო არ უნდა გადაიაროს ზეთო? არაო მაკეთაა, მაგი წაიყვანეს სახლში. ეს ქალი შემოდრინდა ღმერთო დიდება შენ სახელს. ამ ხნის ქალი ვარ და პირველად ნახე ბუღა ველოსიპედი დადიოდა და ჩამადნი დაქონდეს. გამოიწერეთ ემიგრანტ TV. მოიწონეთ ვიდეო და გაუზიარეთ სხვასაც.